ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისე საღამომშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ ლაილაისთან ერთად. ნახოთ რითი იყო საინტერესო 11 დეკემბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისათვის. თავდაპირველად გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენთან. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. კახა კოხიანიძე თავისი პირველი ალბომის გამოსაშვებად ემზადება და ამ ალბომისთვის გიგა კოხიანიძის სტუდიაში ბოლო სიმღერას წერს. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თავად კახა მოგვაცდის. დაღლილი გზა უშენობით დაღლილი გზა პირდება მე დამიბრუნებს იმ ლამაზ დღეს ეხლა მუშაობ გიგას სიმღერაზე ნანა ცინცაძის ტექსტია სიმღერა პრინციპში ქვია მე მგონი არ ვიცი ესე დავარქმევ მახსენებს ღამე და რა ვიცი ალბათ რაღაც ჩემს რეპერტუარში რაღაც განსხვავებული მიმდინარეობა სტილით მახსენებს ღამე სევდიან სახეს უშენო საღამო არ მინდა ჩემი პირველი ალბომის ბოლო სიმღერა, ანუ ალბომი უკვე შეკრულია, ასე ვთქვათ. და ალბათ ალბომი გამოვა დეკემბრის ბოლოს. უფრო მე ვფიქრობ, რომ რაღაც მირჩევნი ახალი წლისთვის გამოვიშვა. ანუ 2004 წლისთვის გამოვიდეს ალბომი. მისამღერი უნდა გადავიდეს, მე მგონი აქეთ, მაგრამ ვიდრე რაღაც გადამრავლებული მისამღერი არ მინდა, მირჩევნია ყველა მისამღერი ის იყოს რა. სხვადასხვა მისამღერი ჯებია, რომ სხვა ხასიათი მოვიდეს. ხომ მიხდი რას ამბობ ის კუპლეტი ანუ ის მისამღერამდე რაც კუპლეტი არის ის უნდა გადავდეს მაქვს რამოდენიმე ახალი სიმღერა და ვაპირებ კლიპის გადაღებას და რომ სიმღერაზე ზუსტად ვერ გეტყვით ამ სიმღერაზეც ვფიქრობდი მაგრამ რატომღაც შევჩერდი და სხვა სიმღერაზე ვაპირებ გადაღებას რადიო ფორტუნას ახალი სტუმარი ყავს. რა თქმა უნდა სიმღერის პრემიერით. ეს გახლავთ მარიკა თხელიძის სიმღერა ცნობილი კინოფილმიდან სამსახურეობრივი რომანი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას საღამომშვიდობის ძვირფასებო დაიწყო გადაცემა live show რომლის გენერალური სპონსორიც გახლავთ პარფუმერულ მაღაზიათა ქსელი ისიპარი. მინდა გითხრათ რომ დღევანდელ live show-ს ძალიან ბევრი სტუმარი ყავს, ანუ ერთზე მეტი ბევრია და ორზე მეტი უკვე ძალიან ბევრი არის. ესე იგი ჩვენ წინგველის სიმღერის პრეზენტაციას და წინგველის ორი ძალიან კარგი ადამიანი სამსახურეობრივი რომანი, ხო? ქართული თარგმანი ესე იგი. და კიდევ ერთ დავამატებდი ეს ჩაეწერა კოტენონიკოვის სტუდიაში და ასევე არანჟირებაც კოტენონიკოვს. ესე იგი დიდი მადლობა კოტენონიკოვს, რა თქმა უნდა მარიკას უპირველეს ყოვლისა და უსმენთ სიმღერას ზუსტად სარეკლამო ბლოკის შემდეგ. სიმღერა არის რუსული მხატვრული კინოფილმიდან служебный роман у природы нет плохой погоды, რომლის გარემიქსების იდეა ეკუთვნის სწორედ დათო ხუჯაძეს და ეს სიმღერა ჩავწერე კოტენონიკოვის სტუდიაში და ასევე არანჟირებაც ეკუთვნის კოტენონიკოვს. ვფიქრობ, ყველა თაობის საყვარელი კინოფილმია და ასევე ჩემი და ძალიან მომწონს ეს სიმღერა და აქედან გამომდინარე მქონდა სურვილი ამ სიმღერის შესრულების. У природы нет плохой погоды. Всякая погода благодать. Дождь и снег любое время года. Надо благодарно принимать. მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს, ესე ვიტყოდი და საერთოდ მიყვარს მრავალფეროვნება და არ მიყვარს დავუშვათ ერთფეროვნება და ვფიქრობ ეს განსხვავდება იმით, რომ ეს არის რუსულენოვანი და დავუშვათ არ არის ქართულენოვანი. ამ
ამ სიმღერაზე ვაპირებთ კლიპის გადაღებას უახლოეს მომავალში, რომლის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ძალიან მომეწონა მე თვითონ ეს სიმღერა. მარიკა არაჩვეულებრივი მომღერალია, უდაოდ და ეჭვი არც მეპარებოდა, რომ კიდევ უფრო პროფესიონალისტს კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა საკუთარს და რა ვიცი, მოისმენთ თქვენ თვითონ და თქვენ თვითონაც შეაფასებთ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.